მოგესალმებით შტაბში. დღეს ვაგრძელებთ ამ შეხვედრების სერიას. კონკრეტულად ვაგრძელებთ იმაზე ლაპარაკს, იმაზე ფიქრს, თუ რა უნდა გავაკეთოთ 26 ოქტომბრის შემდეგ. გიო მელაძე, ლუკა წულაძე, გიო მოგესალმები. რავი, დავიწყოთ, ხო? დავიწყოთ იმაზე ფიქრი. რა მდგომარეობაში ვართ ახლა? რა ხდება, რაღაც რეალისტური სურათი ალბათ უნდა დავსახოთ ამ ყველაფრის, ამ ბუკის სად გავიღვიძეთ საერთოდ 26 ოქტომბრის შემდეგ და შემდეგ როგორ უნდა დავლაგდეთ და რა უნდა განაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ რაღაც გარდატეხა მოვახდინოთ სიტუაციაში. კი ბატონო, რა ვიცი, მოგესალმებით ჩვენს მენელს. აქვე შეგახსენებთ დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ უფრო მეტმა შეძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი, პლუს თუ გააშიარებთ ვიდეოს, როცა დაეთანხმებით ვიდეოს შინაარსს, ამითაც ასე ვთქვათ, დაგვეხმარებით, რომ მეტი ადამიანი ჩართოთ დისკუსიაში. მე ხა მგონია, რომ ჩვენ ძალიან რეალური უკვე რუსიფიკაციის ასე ვთქვათ, აი ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ. და რას გულისხმობ? ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა რუსულ ენაზე დავიწყებთ ლაპარაკს რა, ან რაღაცა რუსულ ბალალაიკებს დაიჭერენ ვიღაცები ხელში იმის ფანდურების გარდა, იმის ნაცვლად რა, თუმცა კი ვხედავთ ახლა თავისუფლების მოედნის წინ იმას რო ცეკვავენ რაღაცა ჩეჩნურ ცეკვებს უკვე და ვითომ რაღაცა ქართულ მოცეკვავებად რო ქართულ ცეკვად რო გვაჩვენებენ, მაგრამ ეს სხვა ნაწილია, ანუ კულტურული რუსიფიკაცია ამ წუთისთვის საერთოდ არ არის საინტერესო რა. საინტერესოა პოლიტიკური რუსიფიკაცია და ეგ რას ნიშნავს? აი დააკვირდით როგორ მოეწყო პუტინის რუსეთი. არსებობს პუტინი, რომელსაც აქვს ფაქტიურად, ანუ უპირობოდ ძალაუფლება მას და მის კლანს, აი ამ რაღაცა გებეშნიკურ წრეს, ოლიგარქებს. არსებობს რაღაცა ოპოზიცია, რომელიც რაღაცას აკეთებს, მაგრამ ტრიალებს კონტროლირებად წრეში, ანუ რაღაც ადამიანების წრეში, ახლა თუ 140 მილიონია რუსეთი, ოპოზიციური არხების მსმენელი შეიძლება იყოს 4-5 მილიონი. ნუ აი ეს არის რა, ეს 4-5 მილიონი ძირითადად ამ წუთისთვის ეგ ხალხიც გასულია რუსეთიდან და შეიძლება იყვნენ, რა ვიცი, ყველგან მთელ მსოფლიოში, ამერიკაში, ისრაელში, ევროპის ქვეყნებში და რა ვიცი, ხა შიგნით უკვე YouTube არხით შეზღუდეს რუსეთში, ასე რომ ამ გადაცემების დიდ ნაწილს შეიძლება რუსეთშიც ვეღარ ხედავდნენ. ანუ თავის ჭიას ახარებს ოპოზიცია, ესეთი თამაშია. და დემოკრატიული ინსტიტუტები ფაქტიურად უკვე ბოლომდეა განადგურებული რა, ანუ ბოლომდეა განადგურებული, ამის ეს აზრი კარგად უნდა გვესმოდეს და რუსიფიკაციის შინაარსს უკეთ წარმოვიდგენთ, დავინახავთ, ხო? ნუ ეს არის რეალობა, სადაც პოლიტიკური ძალაუფლების ხელიდან ხელში გადასვლის იდეა ქრება. ოღონდ ქრება არა მაინდა-მაინც რაღაცა ძალდატანებით, არა შეიძლება შეთანხმებითაც, შეიძლება გარიგებითაც. ანუ უბრალოდ ტიპები, აი ეს არის ეგეთი კულტურული სივრცე, სადაც მოთამაშეები შეთანხმდებიან, ვინ უნდა იყოს უფროსი. და მორჩა, ანუ კითხვები უფროსის მიმართ არ ჩნდება, თუ უფროსი არ დაბერდა, არ გამოშტერდა, არ მოკვდა თვითონ. ანუ რაღაცა ესეთი ბიოლოგიური ის თუ არ დაეწყო რა, დასუსტების პროცესი, ხო? ან ცხოველური სისტემაა თავის შინაარსით რა. და სხვა მხრივ, ასე ვთქვათ, ძალაუფლების ერთი ცენტრიდან მეორეში გადასვლის იდეა ფაქტიურად არ არსებობს. ასე რომ მე მგონი ამ საფრთხის წინაშე უკვე ვდგავართ და უკვე ვდგავართ კი არა, შეიძლება კარგა ხნის წინაც ვიდექით, მაგრამ ეხლა დღეს ეს დავინახეთ რა. კარგა ხნის წინ ვიდექით და დღეს დავინახეთ, მაგრამ კიდევ რაღაცა ნიშნები უნდა იყოს, რომელიც აი რა შეიცვალა 26 ოქტომბრის შემდეგ. აი რაღაც ცოტა მოცემულობა, ეს თითქოს სხვა მოცემულობაა თუ იგივე მოცემულობაა და ჩვენი აღქმა არის შეცვლილი რა. აი ამაზე ვფიქრობ, რამე შეიცვალა უკვე. რაღაც მე ვფიქრობ, აი იმ ნაწილში, სადაც შენ ოპოზიციაზე ვლაპარაკობდი, და ზოგადად გეოგრაფიაზე, აი პოლიტიკურ გეოგრაფიაზე. აი აქ ხედავ რაღაც ცოტა პრობლემებს უკვე. რაღაც გაურკვევლობას ხედავ.
დაბნეულობას ვხედავ, ისეთივე დაბნეულობას, როგორიც რუსეთში იყო. ანუ რა გავაკეთოთ არ ვიცით. ერთის მხრივ არის ადამიანები, ვისაც რაღაცის გაკეთება უნდა. ეს ადამიანები ელოდებიან პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც თუ პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ ჩვენ დაგველოდეთ და არის მეორე კიდევ NGO სექტორი, რომელიც რაღაც დარღვევებს აღრიცხავს, მაგრამ მოქმედებისკენ არ მოგიწოდებს თუ ვერ მოგიწოდებს. და აი რაღაცა სამკუთხედი იქმნება ჩვენივე ფლანგზე, როცა ვერ ვახერხებთ გადაწყვეტილების მიღების პას კი არა მხოლოდ, აი უბრალოდ მოქმედებას, ნაბიჯების გადადგმას, რაღაცის გაკეთებას, წინააღმდეგობას და ასე შემდეგ. იცი რა არის, ანუ რუსიფიკაციის მნიშვნელოვანი წინაპირობა არის წინააღმდეგობის გამწევი ორგანიზმის პარალიზება. ეხლა აღმოვაჩინეთ 24 წელს, რომ საკმაოდ ძლიერი ორგანიზმია ჯერ კიდევ, რომელიც წინააღმდეგობას წევს. თბილისის შემთხვევაში ეს არის მოსახლეობის 70%, ანუ ამორჩევლის 70%. რეგიონები პარალიზებული აქვთ, ფაქტია, ამას უნდა შევხედოთ თვალებში და ვთქვათ, რომ იქ ადამიანები ძალიან ცუდ დღეში ყავთ უკვე ჩაყრილი და ძალიან მეწოდება მართლა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამ დღეში ჩავარდა, უბრალოდ, ბევრი, ასე ვთქვათ, საცდური შესთავაზა მთავრობამ და მათ შორის ერთი სტაბილურობის საცდური უთხრა, რომ აი ახლა როგორც ცხოვრობ, ესე იცხოვრებ. ეს რა თქმა უნდა სხვა ამბავია, რომ სავარაუდოდ ბევრი ეგრე აღარ იცხოვრებს, როგორც ახლა ცხოვრობს და უარესად იცხოვრებენ, მაგრამ ამის ახსნას ახლა მე მგონი დიდი აზრი არ აქვს რა. ასე რომ ეს მექანიზმი, ანუ პარალიზება არის უნიშნულოვანესი. და ეხლა რას ნიშნავს პარალიზება, ხო? პარალიზება არის, როდესაც აი თავმოჭრილი ქათამივით რატო დარბი ხარო, ხო გაგიგია რა, ანუ რაღაცა ორგანიზმი მოძრაობს, მაგრამ აღარც კოორდინაცია აქვს, აღარც ორიენტირი აქვს, აღარც ხედვა აქვს და სიცოცხლის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, არეები დაზიანებული აქვს. ეხლა ეს არეები რა არის, ხო, დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიული მედია, დემოკრატიული პარტიები, დემოკრატიული სამოქალაქო ინსტიტუციები, ანუ ეს ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ანუ საზოგადოების რაღაც ინტერესის გამომხატველი ჯგუფები და იქ შეიძლება კიდე რაღაცეები წარმოვიდგინოთ, პატარ-პატარა გაერთიანებები, თქვათ სამოქალაქო მოძრაობები. ეხლა მე მაგალითად გუშინ არ ვიცი, გუშინდელი იყო, თარიღს აღარ მივაქციე ყურადღება, უსმენდი რა ქვია, არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენლის განცხადებას, აი რომელიც ამბობდა, რომ ვიცი რა, ჩვენი მიზანი იყო დაგვეფიქსირებინა დარღვევები და ახლა პოლიტიკურ პარტიებს უნდა დაველოდოთ, თუ რა სამოქმედო გეგმას შემოგთავაზებენ. მეც მივაქციე. ანუ ხო, უყურე ორი მოქმედი ის გამოიკვეთა რა, ანუ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რაღაცა ჩვენი საქმე გავაკეთეთ, ახლა პარტიებს დაველოდოთ, რომ მანდ თავისი საქმე გააკეთონ, ხო? ანუ აქ ჩემთვის რა იყო უცბად, იცი, ნიშანდობლივი, რომ აი მთელი ეს 100,000 ადამიანი ამ განცხადებაში უცბად გაქრა და იქცა პასიურ ამომრჩევლად, ტელევიზორის მაყურებლად. ანუ თქვენ რამე კი არ გააკეთოთ. თქვენ დაგველოდეთ. ეხლა აქ კიდე რამდენიმე რაღაცას მივაქციე ყურადღება რა. პირველი, ჩვენი მიზანი იყო დაგვეფიქსირებინა დარღვევები, გვეუბნებიან, ხო? სინამდვილეში ეგრე არ არის. ანუ ძალიან კარგად ვიცით, ბოლო 4 წელია შექმნილია რაღაცა ჯგუფი ორგანიზაციების, რომელიც ძალიან პოზიტიური, ასე ვთქვათ, მოვლენაა თავისთავად, როცა გაერთიანება ხდება და რაღაც მოქმედებების კოორდინაციაზეა ლაპარაკი, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ სადამკვირვებლო ჯგუფი. ყოველ შემთხვევაში ის თავის თავს ასე არ ხედავდა. აქამდე ის ხედავდა როგორც მაორგანიზებელ ჯგუფს, რომელსაც უნდა ემუშავა კრიზისულ ვითარებებზე და კრიზისულ სიტუაციებში შეექმნა რაღაცა გამოსავლის ხედვა, ვთქვათ, გზები, ხო? და ანუ უნდა სწოდოდა ყოველ შემთხვევაში რაღაცეები, რაც შეიძლება სხვას არ სწოდოდა. საკმაოდ კარგად შეკავშირებული ჯგუფი იყო, ყოველ შემთხვევაში ჩემი პოზიცია, კი არა, ჩემი ხედვით ასე სჩანდა ეს ჯგუფი და ანუ რაღაც რესურსებიც მუდმივად ჰქონდა რა. ეხლა მართალი გითხრა ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ მარტო არჩევნებზე დაკვირვება იყო მთავარი მიზანი და მეტი არაფერი. ეს მე მგონი არ არის სწორი და სამართლიანად მოქცევა არ არის
იმ ადამიანებთან, ვისაც თქვათ გვეგონა, რომ ცოტა მეტეს ველოდით ამ ჯგუფისგან. ყოველ შემთხვევაში ასეთი განაცხადი არჩევნებამდე ჩვენ არ გაგვიგია. მეორე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიები უნდა აკეთებდნენ რაღაცას. რა თქმა უნდა, შეიძლება პოლიტიკურმა პარტიებმა რაღაცები აკეთონ, მაგრამ უცნაურია, რომ ვარდების რევოლუციის ქვეყანაში და ამ რევოლუციით მოხდა საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე და აქვე ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი ვინც ამ რევოლუციაში მონაწილეობას დღეს იბრალებს, საერთოდ ახლოც კი არ იყო გავლილი ამ პროექტთან და არ ესმოდათ რა და როგორ ხდება და საერთოდ არ საინტერესებდათ, ანუ ჩვეულებრივი პოლიტიკური რაღაცა სხვა თამაშების მონაწილეები იყვნენ, ეს ტიპები დღეს რომ ამბობენ, რომ ეს რაღაცა იციან, ანუ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს ტოვებენ სამოქალაქო მოძრაობას, რომელიც სადღაც აი ამ ფორმალიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ამ სტრუქტურულ პოლიტიკურ პარტიებს შორის არის. ანუ ჩვენ ხო ყველამ ვიცით რა ხელა ჩავარდნებია ხო ერთშიც და მეორეშიც. ეხლა წარმოიდგინე თუ გამოვაკლებთ მთელი ამ სივრციდან იმ ასობით ათასი ადამიანის ორგანიზების ინტერესს, რომელიც ამომრჩევლად მივიდა ეხლა არჩევნებზე, მაგრამ მათი ნაწილი თulis რომ მეტის გაკეთება შეუძლია და სურს, რა დაგვრჩება? ანუ რა დაგვრჩება? ამ ინსტიტუტების ინტერესები დაგვრჩება, პლუს თავრობის ინტერესები. ანუ ზოგადად ინტერესები გვრჩება, მაგრამ არ მომრჩევლის იგივე არა სამოქალაქო საზოგადოების ინტერესი. ხო, ანუ დემოკრატიის ინტერესი სადღაა? ანუ შეიძლება რაღაც ჯგუფს ქონდეს თავისი ინტერესი, ეგ რა პრობლემაა, მაგრამ დემოკრატიის არის ეგ ინტერესი. მე ძალიან ბევრი პარტიისგან გამიგია, რომ ჩემი თავარი ინტერესი არის გავიმარჯვო. ანუ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვათ ამ პარტიამ გაიმარჯვოს და მან მერე სცადოს თავის ხედვის სადღაც გატანა, მაგრამ ეხლა რაღაც ბავშვები ხო არა ვართ, რომ აი ესეთ აბსოლუტურ გამარჯვებებზე დამიზნებულ პარტიებს ავეკიდოთ და ვთქვათ, რომ იცი რა, აი სანამ ბოლომდე არ გაიმარჯვებ, მანამ ვიცით, რომ არაფერი არ გამოვა, ხო? მაგრამ ფაქტია, რომ სანამ ბოლომდე არ გაიმარჯვებს, მისი თავარი სამოქმედო ინტერესად ჩანს პირადი გამარჯვება. აი ეგ დემოკრატიის ინტერესია, ეგ საერთო საზოგადოებრივი ინტერესი შეიძლება იყოს. არ ვიცი, მით უმეტეს, როდესაც მერე ვიწროვდება, ხო, ეს თვითონ ეს პირადი ინტერესების სივრცეც, ხო? მოკლედ ძალიან უცნაურ რეალობაში მე პირადად მგონია, რომ აღმოჩნდა ანუ ის ფლანგი, რომელ ფლანგზეც მე ჩემ თავს მივაკუთვნებ, ანუ ივანიშვილთან დაპირისპირებული ფლანგი. და ნუ რო არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ხოცებით ჯერჯერობით როგორ ჩანს თავის სიტუაციის გადაწყობას ალბათ კიდე ცალკე გაიაზრებენ და დარწმუნებული ვარ, გაცილებით უფრო მართვის გაცილებით უფრო მკაცრ სისტემაზე დაფიქრდებიან, ვიდრე აქამდე ქონდათ. და აი, უნდა დავფიქრდეთ ახლა როგორ მოვიქცეთ რა. მაგრამ ეს გააზრება მე მგონი მნიშვნელოვანია, რომ თუ არ გავიაზრეთ, თუ სწორად არ დავალაგეთ რაღაცები, ხო, თუ არ ვთქვით, რომ რაღაცის გვეშინია. აი მაგალითად, მოდი ვთქვათ, რომ გვეშინია რა. მოდი ვთქვათ, რომ არ გვინდა დაპირისპირება. მაშინ სხვა ტიპის სამოქმედო გეგმაზე დავფიქრდებით, ხო? იმიტომ რომ ფაქტია, რომ არსებობს განსხვავებული გემოვნების საზოგადოება. ერთი ამბობს, რომ მე მინდა დემოკრატიული ცხოვრება, მეორე ამბობს, რომ მე არ მინდა რა დემოკრატიული ცხოვრება. მე მინდა რომ ვიღაცა მართავს, იმან მართოს. დაბერდება ახალი შექმნა. ხო, სამოქალაქო საზოგადოების ინტერესი ვახსენე და სამოქალაქო მოძრაობები უნდა მეთქვა ეს იყო. პატარა შეცდომა ტექნიკური რო იწოდა. ხო. კარგი, სამოქალაქო მოძრაობები. აი აქაც ცოტა რთულად გვაქვს საქმე. ანუ შეგვიძლია ჩამოთვალოთ რაღაც სამოქალაქო მოძრაობები, რომელიც დღეს უკვე, რავი, ანუ ისუსტებულია, ან რაღაც სხვა ეტაპზე არის გადასული, ან ბუნებრივი სიბერე აქვს არ ვიცი, სავარაუდოდ რაღაც ახალი მოვლენა გჭირდება, ახალი კავშირი გჭირდება და ახალი დასაწყისი გჭირდება აი ამ მომენტს რა. იმიტომ რომ იყო სამოქალაქო მოძრაობები, რომლებიც მერე ვთქვათ სასამთავრობო ორგანიზაციებად გადაკეთდნენ და ასეთებიც გვახსოვს, ზოგი უბრალოდ არსებობს, მაგრამ ფურცელზე აი ვიღაცა განცხადებას აკეთებს, უბრალოდ აი ეგ ფუნქცია დარჩა
მაგრამ აი ეს სამოქალაქო მოძრაობები, მოძრაობა, რომელიც აი ეს live systems პასუხს და პირდაპირ დროში სცემს პასუხს რაღაც გამოწვევებს, აი აქ პრობლემა გვაქვს. პრობლემა გვაქვს ალბათ კოორდინაციის უფრო მეტად, იმიტომ რომ ეს ხალხი არსებობს, ეს ხალხი არსად არ გამქრალა. ანუ ის რუსული კანონის პირველი მოსმენის დროს წინააღმდეგობა რაც იყო, ისევ იგივე არის იდეაში, მაგრამ რაღაცა არის განსხვავებული, ხო? ანუ რაღაცას ისე ვერ ვახერხებ და რა არის კოორდინაცია არის თუ არეულობა არის თუ საერთოდ რატო არ ხდება ეხლა არაფერი ანუ ხო რატო არ ვიყავით რუსთაველზე აი მაშინ ვეკითხებოდით ერთმანეთს რატო არ ვიყავით რუსთაველზე არჩევნების შედეგების გამოცხადების დროს რატო გამოგვეპარა ჩვენ გამოგვეპარა თუ ვისაც გამოეპარა იცი რა არის აი მე მგონი ისე დავბრუნდები იმ თემასთან რომ გვაქვს შიდა დემოკრატიის სერიოზული პრობლემა უბრალოდ რაღაცა ტიპის აზრები თუ არის მიუღებელი რაღაცა პატარა ჯგუფისთვის ამ აზრებს აი ისინი არ გააზიარებენ ფართო საზოგადოებასთან რა ეხლა მე ჩვენ ყველას ვიც სხვა ამ არაპოპულარულ აზრს ვემხრობით გვიწევს საკუთარი სოციალური ქსელების გამოყენება და აქ უკვე მე რთულდება რა მე მოდის ეს გაუვალი ჯუნგლები ამ სოციალურ ქსელებში უამრავი ინფორმაცია იყრება ვიღაცას უსმენენ ვიღაცას არ ანუ ჩვენ ეს ეფექტური საკომუნიკაციო არხები ერთმანეთში არ გვაქვს ეს უნდა ვთქვათ. ჩვენი პირველი პრობლემა ეს არის ამ სამოქალაქო მოძრაობის, რომ ჩვენ არ გვაქვს ეფექტური საკომუნიკაციო არხები და ამიტომ პატარ-პატარა ჯგუფები, რომელიც უამრავ შეიძლება კარგ საქმეს აკეთებენ, დაკარგულები არიან. და საზოგადოების თვის საკუთარი აზრის გაზიარებას ვერ ახერხებენ. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, იმიტომ რომ სამოქალაქო პროტესტის, სამოქალაქო განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების მთავარი ერთი იდეა არის ერთმანეთთან კომუნიკაცია. თუ ეს კომუნიკაცია დაკარგულია, სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. და ჩვენ ეს კომუნიკაცია დღეს მნიშვნელოვნად გვაქვს დაზიანებული. ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ამ კომუნიკაციის რაღაცნაირად შექმნაზე. აღდგენაზე ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ აღდგენა ნიშნავს, რომ რაღაცა გქონდა. ჩვენ ეს კომუნიკაცია გქონდა ძალიან სპეციფიური, ანუ რამდენიმე სატელევიზიო არხის გამოყენებით, ერთმანეთთან ვლაპარაკობდით. თუ ამას ლაპარაკი შეიძლება დავერქვათ. ეს არის რომ ერთმანეთს მივმართავდით. რამდენიმე სატელევიზიო არხს ვიყენებდით და ერთმანეთს მივმართავდით. ნუ ეს გართულდება, იმიტომ რომ ამ ტელევიზიებზე აუცილებლად ნელ-ნელა დაიწყება შეტევები, რა გვაქვს სანაცვლოდ? რომ ერთმანეთთან კავშირი არ დავკარგოთ, ხო? იმიტომ რომ რუსიფიკაციის მთავარი წინაპირობა იქნება ჩვენი საბოლოოდ პარალიზება. ანუ ერთმანეთთან თუ ვერ შევძელით ჩვენ კონტაქტი. ეს იქნება ზუსტად თავმოჭრილი ქათმის სცენარი რა. და ნუ ეხლა ვიფიქროთ ამ ამბავზე, ვიფიქროთ და იმიტომ რომ ფაქტია რომ საქართველოს საზოგადოება ძალიანაც ცოცხალია, აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა დემოკრატიულ წინსვლას, ჩვენ არ ვართ რუსეთი, სადაც ვოცნებობთ რაღაც იმპერიის აღდგენაზე და ამ იმპერიის იდეის სანაცვლოდ თუ იმპერიას მსხვერპლად შევწირავთ ადამიანებს ან თქვათ ღირებულებებს ჩვენ ნამდვილად გვინდა გავაკეთოთ და შევქმნათ უკეთესი დემოკრატიული თავისუფალი უსაფრთხო დაცული სისტემა იმისთვის რომ უკეთესად ვიცხოვროთ და ჩვენ მე კიდე რა ვიცი ვინმე მიცხოვროს და აი ეს იდეა გვაქვს ხო და აი ეხლა გვაქვს სერიოზული ასე ვთქვათ საფრთხე რომ ეს იდეა დავკარგოთ იდეა თუ გაქვს რა მე უკვე სრული რუსიფიკაცია იწყება რა ანუ რუსიფიკაციის პირველი ეტაპია იდეის გაქრობა ორგანიზმის მოშლა რომელიც იდეას ატარებს იდეის გაქრობა და მერე იწყება სრული რუსიფიკაცია აი მოდი ამაზე დავფიქრდეთ ახლა როგორც პრობლემაზე და ნუ ახლა ამ ერთ ვიდეოში რა თქმა უნდა ჩვენ არ გვექნება ყველაფერი ესე სრულად და დიდი ბოდიში ყველას თუ ვინმეს გონიათ რომ რაღაც ჯადოსნური რეცეპტი უნდა გავახმოვანოთ ხო თავარი ჯადოსნური რეცეპტი ჩემთვის არის კომუნიკაცია ერთმანეთთან მაქსიმალური საკომუნიკაციო არხები ინფორმაციის რაღაცა ეფექტური გაცვლა და ეს მოსაფიქრებელია. შენ არ გეჩვენება რომ წინააღმდეგობა აგვიანებს? აი ეხლა აი ამ მომენტში. იცი რა მე მგონია რომ სამხილების რავით ანუ რაღაც თუნდაც სამხილებ ანუ
ხო გახსოვს აი მოლაპარაკებების პრობლემა რა არის? ხო, მოლაპარაკებებზე შეიძლება მოდის მოწინააღმდეგე, მაგრამ მოდის იმისთვის, რომ შენ მოგატყუოს, დრო გაწელოს და ასე შემდეგ და ამ მომენტში თუ შენი წინააღმდეგობა მისუსტდა, კი არ უნდა მისუსტდეს, პირიქით უნდა გაიზარდოს იმისთვის, რომ ძლიერად იყო იმ თუნდაც მოლაპარაკებისთვის. აი ეხლა რაღაც აი ესეთი სიტუაცია არის, ფანჯარა არის გაჩენილი, რაღაც სამხილებით ბრძოლა მიდის და აი ამ ბრძოლის პარალელურად თუ წინააღმდეგობა არ იქნება, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე გადაგაგდებს კი არა და აქცინებს უბრალოდ არაფერს არ გააკეთებს. ხო, აი ეს წინააღმდეგობა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, მაგრამ მე მგონი ჩვენ ვერ მოვასწრებთ ამაზე დღეს ლაპარაკს რა. არ მგონია რომ აგვიანებს, მე მგონია რომ დააგვიანა, დააგვიანა გუშინ უკვე, ასე რომ ეს გავლილი ისტორიაა და ამას ვეღარ დავეწევით. აი შენ რაც თქვი რომ იქ რატო არ დაველოდეთ არჩევნების გამოცხადებას, ის რატო არ მოხდა, ის რატო ეს წარსულის მიმართ დასმული კითხვებია, რომელიც ჩემთვის ერთ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას მაძლევს. არაეფექტური ლიდერები ამ ეტაპზე და ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ, არ ტეხავს, ანუ ვიღაცა შეიძლება იყოს რამის გამკეთებელი და ვიღაცა შეიძლება არ იყოს რა. და მორჩა, ანუ ამას ცხოვრება გაჩვენებს და თუ ამაზე რეაგირებას ვერ ახდენ, შესაბამის გადაწყვეტილებას ვერ იღებ, იცოდე რომ საკუთარ თავსაც წირავ ეხლა და მაშინაც დაფიქსდი, ანუ ვიღაცას მიყვები, სადღაც უნდა ჩაყვე ჭაობში, თუ შეეცდები რომ მოტრიალდე და გამოკვალო შენი სხვა გზა. როცა ხედავ რომ ის ტიპი ჭაობში შედის ყელამდე, ხო? ასე რომ მე მგონი ეს შიდა დემოკრატია მთავარი გვჭირდება კითხვები დავსვათ, წინააღმდეგობამ უკვე დააგვიანა. ანუ ამ რეჟიმში აღარ უნდა ვიაზროვნოთ. ეს აქ უნდა გავაჩეროთ და დავიწყოთ ახალი ეტაპისთვის მზადება და ამ ეტაპისთვის მზადებაში გავითვალისწინოთ წარსული შეცდომები. მაგალითად, ვინც ამბობდა რომ რაღაცა საორგანიზებ და ის ახლოს აღარ გავიკაროთ, თუ კიდევ ამბობს რომ ყოველდღე მან უნდა დააორგანიზოს. დამთავრდა. თუ იტყვის და აღიარებს რომ ბოდიში შემეშალა ხალხო, რაღაცა ვერ გავაკეთე, ჩვენი მეგობარია. კი ბატონო, მობრძანდი, არ არის პრობლემა. აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისტორიასაც ქმნი ამით, ანუ რაღაცნაირად სხვებსაც გააგებინებ, ხო? მე სამომავლოდ რო იცი რა, აი ესე მოქცევა შეცდომაა და აღარ მოიქცე და შენშიც ხედავთ ძალას, რომ გაქვს ამის ძალა, რომ აღიარო რა. ვინც არ აღიარებს, იმასთან საქმე აღარ უნდა დაიჭირო, უბრალოდ ვიღაცა ვირზე შემჯდარი ქვია მაგას კახურად, ხო და ნუ ეხა შეჯდა და იჯდეს რა. ასე რომ მოკლედ ამაზე უნდა გავაგრძელოთ ლაპარაკი, წინააღმდეგობა უკვე დაგვიანებულია, დავივიწყეთ, ვფიქრობთ ახალი ეტაპისთვის, ვემზადებით ახალი პროცესისთვის და ეს პროცესი არ არის მსხვერპლის შეწირვის პროცესი. ეს არის გონივრული ხო, არანაირი მსხვერპლშეწირვები. გავარდეთ და მსხვერპლად შევეწიროთ და ხო, არა, რაღაცა გავიქეცით, ეხა თავით კედელს შევეჯახეთ. არა, ყველა ადამიანი ძვირფასია. ყველა ადამიანი ძვირფასია, დრო ძვირფასია, ჩვენი ენერგიაც ძვირფასია, გამოვიყენოთ მაქსიმალურად რაციონალურად. მაინც ვერ ხედავ, ნაბიჯს ვერ ხედავ, ეგ არის პრობლემა. უნდა დავფიქსდეთ ამაზე, იმიტომ რომ მე მგონი ჩვენ წინა ვიდეოში ვილაპარაკეთ, ხო, რომ თავარი ნაბიჯი რა არის ამ ეტაპზე. ერთმანეთი უნდა მოვძებნოთ და დაორგანიზდეთ ის, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია მასობრივად. თბილისში უნდა დაორგანიზდეს 150,000-დან 200,000 ადამიანამდე. დაორგანიზდეს მცირე ჯგუფები, 10-დან 20 კაციან ჯგუფებად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. 200,000 ადამიანი მაქსიმუმი ორგანიზდება 20 კაციან მაქსიმუმ, 10-დან 20 კაცამდე ჯგუფებად. პირველ ეტაპზე ეს ჯგუფები იქმნება, მეორე ეტაპზე ეს ჯგუფები ერთმანეთს პოულობენ. აი ეს არის პირველი ორი ეტაპი, ახალი რეალობისთვის მზადების პირველი ორი ეტაპი. ქმნით ადამიანების სანდო ჯგუფს, ვისაც აქვს პოლიტიკური ეს ინტერესი ამ სისტემასთან, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობაში დარჩენის, იმიტომ რომ შეიძლება ბევრს აღარ ქონდეს, ესეც მნიშვნელოვანია გავიაზროთ, ვისაც აქვს და ამ ადამიანებმა მერე ერთმანეთი უნდა მოვძებნოთ. რაღაცა საფაზის სოცოდნის პრობლემასაც ხედავ მაგ ყველაფერში. ანუ გასაგებია ჩვენ აი
დეცენტრალიზებულად შეგვიძლია 1, 2, 3 დღიანი წინააღმდეგობა ან თუნდაც ერთთვიანი წინააღმდეგობა გავწიოთ, მაგრამ როცა ასე დეცენტრალიზებულ პრინციპში სტრუქტურაზე ვლაპარაკობ, რაღაც მოწყობაზე ასე ვთქვათ. აი მაგ მეტი მაგ რაღაცა საერთო სტრატეგია გვჭირდება კიდე. ხო, ოღონდ ეს უკვე ვეღარ იქნება ერთი და ორთვიანი მოქმედების სტრატეგია. ეს არის 4 წლიანი მოქმედების სტრატეგია მაქსიმუმ, იმიტომ რომ ამ 4 წლის განმავლობაში კიდე შუალედებში რა მოხდება ჩვენ არ ვიცით. თქვათ ეხლა რაღაც თვითმმართველობის არჩევნებია, რომელსაც დიდი ალბათობით შეიძლება ხალხმა საერთოდ ფეხებს დაიკიდოს ამ არჩევნებმა და თქვას, რომ აი ეგ ინსტიტუტები ისედაც არ არსებობს და მან რატო უნდა მივიღო მონაწილეობა და დაბალი იყოს აქტივობა, ეს არ უნდა გამოურიცხოთ. შუალედებში კიდე რა მოხდება კაცმა არ იცის, აგერ რუსეთ-უკრაინის ამბავი გვაქვს გვერდზე, აქ ქვემოთ რაღაცა ირანის თემა გვაქვს. ხო, აი ეს რეგიონი ზოგადად ძალიან ცხელი რეგიონია. ამიტომ ამაზეც უნდა დავფიქრდეთ და აი გრძელვადიანი წინააღმდეგობის რესურსზე უნდა ვფიქროთ. 1-2 თვე, 1 კვირა, 2 კვირა დაივიწყე ეს განზომილება. ეს არის შეცდომაში შემყვანი განზომილება, ემოცია თუ მაგით გეკაჩება, მოთოკე შენი თავი. ეს არის მთავარი. ანუ რაღაცნაირად ჩვენი ემოცია უნდა ვაკონტროლოთ ეხლა, რომ არ გაგვექცეს რა. აი ხა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მინდა რომ თქვა, ზოგადად აი ხა რაღაც წონასწორობა დგება თითქოს, აი რაღაც ახალი წონასწორობა, თუ უძველი წონასწორობა რაღაც ჩამოყალიბდა და შენ ახსენე სხვადასხვა ფაქტორები გარშემო და ეს ფაქტორები რაღაც მოცემულობებს სვლიან და მუდმივად შეიძლება წონასწორობაც ადრე უგვიან, შეიძლება ძალიან მალეც შეიცვალოს. და სავარაუდოდ აი ამ მომენტისთვის უნდა ვიყოთ მზად რა. აი უფრო ორგანიზებული. კი, ჩვენ უნდა ვიყოთ კი. ორგანიზებული იქნები, მე 3 დღიან პროცესში შეიძლება გარდატეხა შეიტანო 3 დღიანი პროცესი. ერთკვირიანი რა, თუ მოცემულობა იცვლება და აი ამას მნიშვნელობა ეძლევა და ენიჭება და ამას აქვს გადამწყვეტი და აი ეს გარდამტეხი მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე, მაგრამ აი ეს ჯერჯერობით რაღაცა უცბად აი ეს წონასწორობა კი, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, კი, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არავის დაძახილზე სირბილი მორბენალი ხალხი არა ვართ. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვართ გრძელვადიან წინააღმდეგობაში. უნდა გვესმოდეს, რომ ამ წინააღმდეგობაში, რა თქმა უნდა, ჩვენზე გონიერებიც არიან, მაგრამ აუცილებლადაც ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩვენზე გონიერია, ანუ კითხვები უნდა დავსვათ. გავაძლიეროთ საკუთარი თავი და მოვემზადოთ მომენტისთვის, იმიტომ რომ ეხლა ეს მომენტი როდის დადგება, არ ვიცით. ეს მომენტი შეიძლება ერთ თვეში დადგეს. შეიძლება ეხლა ერთ კვირაში თუ დადგა, ამისთვის ვერ მოვემზადებით, ხო? ეხლა ერთ კვირაში რაც იქნება, იქნება. ერთ თვეში ცოტა დროა. კვირაში რაც იქნება და თუ იქნება, აქ უკვე რაღაცა ემოციის და იმის ხარჯზე. ნუ ეგ სხვა არის, მაგრამ ეს ერთი კვირა და ერთი თვე რო გადაივლის და 100 დღე რო გადაივლის, ხო? აი მე რა ხდება არის კითხვა ეხლა ამ ეტაპზე ჩვენთვის რა როცა ვლაპარაკობთ ხო შტაბში როცა ვლაპარაკობთ არ არის ეს მარტო ხვალ რა ვქნათ ხო ანუ ხვალ ზეგ მაზეგ და მერე კიდე რა ვქნათ იმიტომ რომ მერეც არსებობს რა და აი ეს გასათვლელი გვაქვს თორე ხვალ რა ვქნათ ხო კონკრეტულად ხვალ რა ვქნათ მოძებნე თანამოაზრეები მოძებნე თანამოაზრეები შეიკრიბეთ დაილაპარაკეთ. გინდა თუ არა გრძელვადიან წინააღმდეგობაში ყოფილი. ეს არის ხვალ რა ვქნათ. ხედავთ ამაში ღირებულებას. ძალიან კარგი. ვერ ხედავთ არ გინდათ გააკეთოთ. ოკეი, თქვენი ნება, თქვენი არჩევანია, ოღონდ იცოდეთ, რომ შემდეგი კრიზისის დროსაც შეიძლება მე ისევ დასვათ კითხვა ხვალ რა ვქნათ. და ამ კითხვას ხვალ რა ვქნათ მე პირადად უკვე 6 წელია ვისმენ და როდესაც ვამბობ რომ იცი რა მოდი შემდეგი ხვალ რა ვქნასთვის დღეს დავიწყოთ მზადება ამაზე გეუბნებიან ახლა ამის დრო არ არის ხვალ რა ვქნათ ეს რაღაცა ეს არის რა ქვია პლასმასის ბორბალში მორბენალი ციყვის როლი ვისაც გინდათ ითამაშოთ ითამაშეთ лагуიანებ ყოველთვის лагуიანებ ო ვისაც გინდათ ირბინეთ პლასმასის ბორბალში პრობლემა არ არის მაგრამ მე არ მინდა მაგალითად ექსირბილი და მინდა რომ ცოტა გრძელვადიან რაღაცაზე ვიფიქრო და თუ სხვებსაც ეს ინტერესი გაქვთ მაშინ აი ველაპარაკოთ ერთმანეთს გაუზიაროთ აზრები ამასობაში ჩვენი დროც გადის რო შეგახსენო და კაი, უცბად ვიტყვი, როცა ვამბობ გრძელვადიან წინააღმდეგობას ვახსენეთ, ალბათ ესეც დაუხსნათ რაღაც ეტაპზე, რას ნიშნავს წინააღმდეგობა, რას ნიშნავს
ველოდიანი წინააღმდეგობა, რისგან შედგება, რა საფრთხეები ელოდება და საერთოდ რა არის, ანუ წინააღმდეგობა მარტო მუშტის მომხრევა არ არის, ან რაღაც უბრალოდ თესზე დგომა მისვლა მიტინგზე, რაღაცისგან შედგება, რაღაც პროცესია კი, არის, მაგრამ რაღაც მოდი ეს ძალიან დიდი თემაა და შემდეგ ვიდეოში ამ თემაზე ეხლა ვერა ვილაპარაკოთ. მომავლისთვის რომ ამბობ, მე მგონი ეს ახსნელი იქნება, რომ კი, კი, გავაკეთოთ. კი. უბრალოდ საძილო წინააღმდეგობას არ ნიშნავს, რომ თავი მან გამარჯვება, გაგიმარჯვოს არ არის. რა, წინააღმდეგობა არის კონკრეტული მოქმედება. კი ბატონო და აქვე შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, დაალაიქონ, გამოიწერონ არხი, რომ უფრო მეტმა შევძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი და უფრო მეტნი რაღაცნაირად დავდგეთ ამ რუსიფიკაციის წინააღმდეგ. კი ბატონო, დროებით. დროებით, გემშვიდობებით.